ხელოვნების მსახურით წოდავენ. სამწუხაროდ, ყველას ერთნაირად არ აქვს გაცნობიერებული თუ რა დიდ დაუნდობელ, სამკვდრო სასიცოცხლო ომში ვართ ჩართულნი და ღმერთმა იცის, როგორ დამთავრდება ეს ომი. ოპტიმისტი პოლიტიკოსების თქმით, ისე დამთავრდება, როგორც გვეკადრება. ესე იგი, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. მაგრამ ადვილი შესაძლებელია ისე დამთავრდეს, როგორც ვიმსახურებთ. თუნდაც ჩვენი სიბეცისა და გულარხეინობის გამო. პირად კეთილდღეობაზე ფიქრი, მეტი რომ არ ვთქვათ, დღეს უხერხულია. უხერხულია მხოლოდ ამ მიზნით სამშობლოს მიტოვება. მით უფრო ხელოვანი კაცისთვის, რომელიც თავისი ინტელექტუალური დონით, რასაკვირველია ბევრად მაღლა დგას რიგით მოქალაქეზე, რომელიც მომავლის შიშით წარსულს მისტირის და წარსულით გაწმილებული ბრმადებოტინება მომავალს. ჩვენც ვალდებულნი ვართ მიუსაფრობაშიც ჩვენს მშობლიურ კულტურას ვემსახუროთ მხოლოდ. არც სამწუხარო და არც სალაღობო ემიგრაციაში არ დავივიწყოთ ყველა ხელოვანისთვის ერთნაირად სავალდებულო კითხვა. ვისი სახელით დგახარ სცენაზე? სადაც არ უნდა იდგეს ის სცენა. ამონარიდი 1999 წლის ინტერვიუდან.